პრობლემა, რომელიც სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს, ნარკომანის მზარდი საფრთხე და საგანგაშო სტატისტიკა. საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის ბოლო კვლევის თანახმად ქვეყანაში გასული 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ინექციური გზით ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 16%-ით გაიზარდა. სტატისტიკის საგანგაშო მატებას ექსპერტები კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების გამოყენებით ხსნიან: ვინტი, ჯეფი და ეგრეთ წოდებული კრაკადილი. ეს ნარკოკოქტეილები საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. სიკვდილი ნემსიდან სისხლში ყოველდღიურად 46,000-მდე ადამიანში გადადის. ასეთია საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის ბოლო კვლევის საგანგაშო შედეგი. ორგანიზაცია ნარკობაზარს 2012 წლის განმავლობაში სწავლობდა და ცოტა ხნის წინ დასკვნაც დადო, რომლის თანახმადაც 2009 წლის მონაცემებთან შედარებით მხოლოდ ინტრავენულ ნარკომანთა რიცხვმა თითქმის 6,000 ერთეულით, საშუალოდ კი 16%-ით იმატა. უფრო საგანგაშოა სპეციალისტთა მოსაზრებები არაოფიციალური სტატისტიკის შესახებ, რომელიც კვლევაში მოყვანილ ციფრზე 3-ჯერ უფრო მაღალია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ მართალი არ დაგვითვლია, მაგრამ საქართველოში არსებობენ სხვა არაინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებიც, როგორც არის მაგალითად მარიხუანა, გლობალური მონაცემების მიხედვით მინიმუმ 3-ზე უნდა გადამრავლდეს ეს ციფრი. ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა რიცხვის მატებას სპეციალისტები ქვეყანაში საფრთხო ნარკომანიის აფეთქებას უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ სამართლებრივი კონტროლის გამკაცრების შემდეგ ქართველმა მომხმარებლებმა ეგრეთ წოდებული სუფთა წამლის ჩანაცვლება კუსტარული საშუალებებით შეძლეს და სტატისტიკამაც ამიტომ იმატა. ქართველ ნარკომანთა კოქტეილ მენიუში ყველაზე პოპულარული ჯეფის, ვინტის და ნიანგის შემადგენელი პრეპარატების შეძენა დღეს ყველა აფთიაქში ბავშვებსაც კი ურეცეპტოდ შეუძლიათ. ძიმე სიტუაციაში იქნა საქართველოში. პარადოქსალურად თუ შეიძლება ითქვას. პოლიციის კარგი მუშაობის შედეგი იყო, რომ ჰეროინი და სუბუტექსი საბაზარზე პრაქტიკულად გაქრა, მაგრამ ყველა ეს წამალდამოკიდებულმა გადაინაცვლა სააფთიაქო სისტემაზე. სააფთიაქო ნარკომანიისა და წამალდამოკიდებულთა მზარდ რაოდენობას საქართველოში თან კიდევ ერთი არანაკლებ სახიფათო სტატისტიკა მოსდევს. ხშირად ერთ საინექციო ნემში მოხვედრილ ნარკოტიკის საზიარო დოზას მომხმარებლიდან მომხმარებელში ყველაზე საშიში ვირუსი შიცი გადააქვს. ქვეყანაში რეგისტრირებული 4084 აივ ინფიცირებულიდან 52% შიცით სწორედ ნარკოტიკების ინექციური მოხმარების შემდეგ დაავადდა. ნარკოტიკების ინექციური მოხმარება არის ძირითადი გზა აივ შიცის გადაცემის და დაინფიცირების და ასეთი რისკის ჯგუფის რისკის ქცევის მქონე პირთა რიცხვი იზრდება, ბუნებრივია მათი პოტენციური რიცხვიც იზრდება, ვინც დაინფიცირდება აივ შიცით. სააფთიაქო ნარკომანიის მზარდი სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ფლობს ჯანდაცვის სამინისტროც, რომელიც პრობლემის გადაჭრაზე უკვე მუშაობს. საგანგაშო მონაცემებთან გამკლავებას უწყება შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივაში ახალი ნარკოპოლიტიკით, უფრო ახლო მომავალში კი მედიკამენტების გაყიდვებზე შეზღუდვების დაწესებით გეგმავს. ვიყენებთ ორ მძლავრ სახელმწიფო ინსტრუმენტს. პირველი ეს არის 1 იანვრიდან მოსალოდნელი რეგულირების დახვეწა, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიას შეამცირებს და მეორე არის მთლიანად ნარკოპოლიტიკის გადახედვა, რომელზეც სამთავრობო კომისია მუშაობს. ახალი ნარკოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალისტთა აზრით საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრევენციული და საინფორმაციო პროგრამების ამოქმედებას უნდა დაეთმოს. ნარკოლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ ადრეულ ასაკში მიღებული სწორი საინფორმაციო აღზრდის შემდეგ მომავალში უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს იმ მომაკვდინებელ შედეგზე, რომელიც ხშირად ერთ პატარა საინექციო ნემსს მოაქვს.